ისრაელი კურნავს ზამბიას. 5 ისრაელელი ექიმი თელ-ავივის იჰი ეჰიელოვის საავადმყოფოდან 3 დღე ზამბიაში, ჰომას სამედიცინო ცენტრში იმყოფებოდა. იქ მობილური კლინიკა მოეწყო. ისრაელელი ექიმები უფასო სამედიცინო მომსახურებას უწევდნენ პაციენტებს და ოპერაციებს ატარებდნენ გინეკოლოგიის, ოფთალმოლოგიის, ზოგადი ქირურგიისა და პედიატრიის სპეციალისტებმა. ქალები, ახალშობილები, ბავშვები და ხანდაზმულები სრულად გასინჯეს. ეჰიელოვის საავადმყოფოს გუნდმა ასევე ზამბიის მედდებსა და ექიმებს ჩაუტარა ტრენინგი. წასვლამდე ისრაელის სამედიცინო დელეგაციამ ზამბიაში ისრაელის საელჩოს მეშვეობით შემოწირული სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა. ეს არის პირველი ისრაელის სამედიცინო დელეგაცია, რომელიც ოდესმე ეწვია ზამბიას. ეს ვიზიტი შესაძლებელი გახდა გასულ წელს ლუსაკაში ისრაელის საელჩოს გახსნის შედეგად. 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები აღდგა, გასული წლის ნოემბერში ისააკ ჰერცოგი გახდა პირველი ისრაელის პრეზიდენტი, რომელმაც ზამბია მოინახულა. იქ მან ლუსაკასა და იერუსალიმს შორის ორმხრივი ურთიერთობების ახალ ეტაპს მიესალმა.